13 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის კახეთში 43 წლის მამა დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით მოზარდზე კაცი თითქმის 1 წლის განმავლობაში ძალადობდა. თავარის ინფორმაციით მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, ის წარსულშიც ნასამართლევია. ოკუპანტებმა ხურვალეთის მიმდებარედ საქართველოს 3 მოქალაქე გაიტაცეს, მათგან 1 უკვე გათავისუფლდა, 2 კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სოფელ მუხურის გამგებლის ოჯახი მთავართან პირველ კომენტარს აკეთებს. ბაკურ კომეთიანის ახლობელი გვიდასტურებს, რომ კომეთიანი ახლა თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზეა შეჩერებული, თუმცა ამტკიცებს, რომ ნარკოტიკებთან მას კავშირი არ აქვს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით მუხურის გამგებელი თანმხლებ პირთან ერთად საზღვარზე დააკავეს და მანქანაში სავარაუდოდ 5 კილოგრამამდე ნარკოტიკი აღმოუჩინეს. მე თვითონ მოვინახულე ბატონი ბაკური, საერთოდ ბაკური კომეთიანი აზრზე არ არის რა მოხდა. ქუთაისში ისტორიული შენობის ჭერი ჩამოინგრა და ფრაგმენტები გამვლელს დაეცა. დაშავებული გლობუს კურიერია, რომლის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება. ნაგებობის მეორე სართულზე გასულ წელს გაჩენილი ხანძრის შემდეგ შენობა ყოველწლიურად ნადგურდება. ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს. სასტუმრო სკოლის ნაცვლად ორბელიანების სასახლესთან ოცნების მსხვილი შემომწირველები სასტუმროს აშენებენ.